ფრანგული საცხოვრების ქსელ ანტრეს დღეს მარჯანიშვილის ქუჩაზე მეექვსე ფილიალი დაემატა. ოფიციალურ გახსნას საფრანგეთის სრულუფლებიანი ელჩი და დიპლომატიური კორპუსის სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ. გახსნაზე მოწვეულთა შორის იყო ეკონომიკის მინისტრი ვერა ქობალიაც. საცხოვრების ქსელი ანტრე თბილისში 2008 წელს შემოვიდა კომპანიამ ეროვნულ ბიზნეს კონკურს მერკური 2012 წლის მცირე ბიზნესის ნომინაციაში გაიმარჯვა. ანტრეს მენიუ მთლიანად ფრანგულია და პროდუქცია მაღალკვალიფიციური ფრანგი შემგზარეულების ზედამხედველობით მზადდება. არის ძალიან კარგი მაგალითი მცირე საშუალო ბიზნესის საქართველოში. კომპანია, რომელიც მერკურის დაჯილდოებაზე მცირე ბიზნესის ჯილდო აიღო ზუსტად იმიტომ, რომ ძალიან სწრაფად და სწორედ ვითარდება, არის კარგი მაგალითი ფრანგულ ქართული ინვესტიციის საქართველოში. აპირებენ ამ მაღაზიის შემდეგ დამატებით კიდევ რამდენიმე მაღაზიის გახსნა თბილისში წლის ბოლომდე. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა. საქართველოს ევროპულ კომპანიებს ბიზნესის ხელსაყრელ გარემოს თავაზობს და ეს საკმაოდ მნიშვნელოვანია. ძალიან ამაყი ვარ, რომ დღეს მეექვსე ფილიალი გავხსენით. 3 წელიწადში ამ რაოდენობის ფილიალების გახსნა ნამდვილად წარმატების ნიშანია. მიხარია, რომ ჩვენი პროექტი მომგებიანი აღმოჩნდა.